აბა საღამო მშვიდობის მეგობრებო, როგორ ხართ? როგორ გიკითხოთ? მოვედი თქვენთან ჩემო ძვირფასებო. აპატიეთ დაგვიანებისთვის, მაგრამ მოვედი. ვერ ვარ ეს დღეებია, ჩემზე ძალიან მოქმედებს ეს დაბნელების კორიდორი. მეგობრებო, ასე რომ თუ კი ხართ თქვენც ჩემსავით, არი ნერვიულად. უღრმესი მადლობა ყველას, გაიხარე მორგანა, უღრმესი მადლობა. ყველას უღრმესი მადლობა მეგობრებო. დღეს ვარ ძალიან სევდიანი, მაგრამ მაინც მოვედი თქვენთან. თქვენ ხო იცით, მე არაფრის დამალვა არ მიყვარს, ვარ ძალიან პირდაპირი ადამიანი, ჩემო ძვირფასებო. დღეს ვარ ძალიან უხასიათოდ, მაგრამ მაინც მოვედი თქვენთან და რატომ? ჩემი შვილი და მესისმა მეგობრებო. ჩემი შვილი და მესისმა წუხეო. დღეს ვარ ძალიან სევდიანი. დიდი ხანია არ მინახია, სისმრათაც არ მინახია ჩემო მეგობრებო, ასე რომ მომიტევეთ დღევანდელი ჩემი ესეთი განწყობა, მაგრამ მაინც თქვენთან ვარ. რა ვქნათ, სიმართლეს ვერ გავეგცევით. ბედის ბორბალი, მეგობრებო, ნახეთ რა კარტები ამოვარდა. აი მეგობრებო, უბრალოდ შეხედეთ რა კარტები ამოვარდა. აი უბრალოდ ნახეთ რა კარტები ამოვარდა მეგობრებო. სრულყოფილება, სიხარული, სიყვარული და გაკვირვება, სამართლიანობა, პრინციპები, დავალებები და ბედის ბორბალი, მეგობრებო. აი ჩვენი დღევანდელი სიტუაცია. თქვენს თვალწინ ჩეხავდი კარტს და ამომივარდა სამი კარტი მეგობრებო. აი რა ვთქვა უბრალოდ. აქ თქმაც უკვე ზედმეტია. ბედის ბორბალი ტრიალებს, ჩემო ძვირფასებო. თან ტრიალებს სამართლიანად, დაილოცა უფლის დიდება. შემთხვევით არაფერი ხდება მეგობრებო. შემთხვევით არაფერი არ ხდება, ასე რომ უფალს მივენდოთ. შემთხვევით არასდროს არაფერი ხდება, ჩემო ძვირფასებო. დღეს მინდოდა ეხლა მოვედი თქვენთან ესეთი საჯარო ლაივით, რომ აი დღეს რას ფიქრობს თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი. ზოგადად ჩვენი პარტნიორი რას ფიქრობს აი ამ დაბნელების კორიდორში, ამ დაბნელებასთან დაკავშირებით, ზოგადად ჩვენზე რას ფიქრობს. და ეს არის თქვენი ენერგიები. აი ქვემოდან რა კარტია. ზუსტად ფიქრის კარტია. აი რას ფიქრობს და ფიქრობს. თქვენზე ფიქრობს. 24/7-ზე თქვენზე ფიქრობს. და არის გაურკვევლობაში. მეგობრებო, მოდი პირდაპირ დავიწყებ, რადგან ახლა ხელს მოყვა ეს ყველაფერი და გავაგრძელებ ესე. ხო, ამ თემასაც აქ დავტოვებ, გავაჩოჩებ. თქვენზე ფიქრობს, თქვენი პარტნიორი ყოველნაირი ახსნა განმარტების გარეშე მეგობრებო დავიწყებ. ყოველნაირი ენერგიების წაკითხვის გარეშე დავიწყებ, იმიტომ რომ ასე მოხდა, ასე გამოვიდა მეგობრებო, ნუ რა ვქნა. საღამო მშვიდობის. მორიელი თუ არის აქ, თუ არ არის, მოდით გადავუზიაროთ მეგობრებო, წეღან მომწერა და ვერ ვუპასუხე. მორიელ ვერ გიპასუხი, ასე რომ გეპატიჟებით. მეგობრებო, ხშირად მესიჯობთ მე და მორიელი, ძალიან დავმეგობრდით. ძალიან კარგი ადამიანია. ძალიან კარგი ადამიანია. თუ კი ვინმეს გაქვთ სურვილი, შეიძინოთ ახალი მეგობრები. შეგიძლიათ იმეგობროთ.
კითხვებს არა, კითხვებით არ გავშლი. ჩვეულებრივი ლაივი. მეგობრებო, თქვენი პარტნიორი და პირდაპირ დავიწყე, იმიტომ რომ მოითხოვა ასე სიტუაციამ და ხელმა. მეგობრებო, ნუ რა ვქნათ? ფიქრობს 24/7-ზე თქვენზე ფიქრობს და გაურკვევლობაში ხა ვერ ხდება რა გააკეთოს. არა და როგორ უნდა თქვენთან ოჯახი ამ ადამიანს მეგობრებო. კარტი გავჩეხე, არც გადამიბრუნები, არც გადმომიბრუნები არ მაცადა მეგობრებო. ეთყობა ეჩქარება საუბარი. ხო. მორიელი кейფობს ეს დღეებია მეგობრებო, დღეს ისვენებდა. გუშინდა დღეს ისვენებს, მე გეტყვით მორიელის ამბებს. დღეს საკმაოდ ვიმესიჯეთ. მართლაც მეგობრები ვართ. ესე პირდაპირათაც ურეკავ და ლაპარაკობ, საუბრობ. ხო. ფიქრობს ოჯახის შექმნაზე, ფიქრობს ხვავზე და ბარაქაზე. ეხლა შეიძლება ეს ადამიანი გადართულია ფინანსებზე, მაგრამ თქვენზეც ფიქრობს მეგობრებო. კი, თქვენზეც ფიქრობს. კი, გავიცინე მეგობრებო, რა ვქნა? ჩემი ტკივილის და მიუხედავად მე ყოველთვის ვიღიმი. ნუ რა ვქნათ? უბრალოდ ისევდა რომ მომაწვება იმას ვერაფერს ვერ უხერხებ, ჩემო ძვირფასებო, ნუ რა გავაკეთო? ხო. თქვენი პარტნიორი ამბობს იმას, რომ აუცილებლად იბრძოლებს და ბრძოლობს. ბრძოლობს ფინანსებისთვის, ბრძოლობს გადარჩენისთვის, ბრძოლობს ურთიერთობისთვის და ფიქრობს ამ ყველაფერზე. ხო, აი ნახეთ მოულოდნელად როგორ უნდა მოსვლა თქვენ პარტნიორს. თქვენი პარტნიორი ორიანებთანაა დაკავშირებული ორ დღეში, ანუ როგორაა? ორ საათში, ორ დღეში, ორ კვირაში, ორ თვეში. ორ რიცხვში, 12 რიცხვში, 22 რიცხვში. ხო, კიდევ შეიძლება იყოს ორიანებთან კავშირში, ორი ტელეფონი, ორიანები ნომერში, დაბადების წელი თვე და რიცხვში, შეიძლება ყავდეს ორი შვილი, ორი მანქანა, ორი საცხოვრებელი კონდეს შეიძლება ბინა და სახლი ან აგარაკი, ორი სამუშაო კონდეს, ნუ ორი პარტნიორი ყავდეს, შეიძლება არ გამოურიცხავ მეგობრებო, მომიტევეთ პირდაპირობისთვის. ხო. აბატონო, აი თქვენს წინ ვიღებ კარტებს. კი, ამ ადამიანს აშკარად უნდა თქვენთან ნიშნობა, ქორწინება, გაგება, ურთიერთობა, პარტნიორობა, განახლება ურთიერთობის. ნახეთ? განახლებული მეგობრობა, ურთიერთობა, განახლებული ურთიერთობა. ეხლა რა დაძაბული ურთიერთობაც არ უნდა გქონდეთ მეგობრებო, ამ ადამიანს უნდა თქვენთან დაბრუნება. ეხლა ეს გარკვეული გაუგებრობა ცოტა ხნით შეეგუეთ ამ ამბავს, მაგრამ ეს პერიოდი ეხლა ეს ორი კვირა, ეს ზუსტად ორიანებთან კავშირში შეიძლება ესეც იყოს, რომ ორი კვირის ვადაში ამ ადამიანმა ორი კვირის ვადაზე ნაბიჯები გადმოდგას მოულოდნელად. ამაზე ფიქრობს, მეგობრებო, ნახეთ, ფიქრობს. აქ ჩვენ ბედის ბორბალი გვაქვს კიდევ, მე ამაზე ვაგრძელებ დღეს ჩვენს გადაცემას, მეგობრებო, ლაივს. ხო, აი ამას სავაერთშენства არის სიხარული, ბედნიერება, გაკვირვება, ეს გაკვირვება არის და გაკვირვება აქაც არის ამაში, ესეც გაოცებისაა. ასე რომ ეს ადამიანი ფიქრობს თუ როგორ გაგაოცოთ, როგორ გაგაკვირვოთ, ყველანაირად პირი როგორ დაგჭეთ ღია. ჩაიფიქრეთ მხოლოდ პარტნიორი, ჩემო მეგობრებო, მეტი არაფერი. თუნდაც ადამიანი, ნებისმიერი ადამიანი, პარტნიორი, მეგობარი, დაქალი, ძმაკაცი, დედმამიშვილი, რა ვიცი, ბიძაშვილი, მამიდაშვილი, ვიცი, რა ვიცი. ხა. ამ ადამიანს უნდა ამ ურთიერთობაზე მუშაობა. ამ ადამიანს უნდა ამ ურთიერთობაზე გაკვირვება, უნდათ რომ გაგაოცოთ, უნდათ რომ გაგაკვიროთ, უნდათ რომ შედეგები მალე გამოჩნდეს. კი. ძალა თქვენ გაქვთ ამ ურთიერთობაში ძალა მეგობრებო. თქვენ ხართ ამ ყველაფრის წამყვანი. ან აქამდე იყავით წამყვანი ამ ურთიერთობის, მაგრამ დარჩით ესეთივე წამყვანები ამ ურთიერთობაში. თქვენს გარეშე ეს ადამიანი არაფერია, იცოდეთ?
საკუთარი თავის რწმენა არასოდეს არ დაკარგოთ. ხო, ასე რომ კი, შეიძლება იყოს აქ სამკუთხედიც იყო. შეიძლება არ გამოვიწყა მეგობრებო. იმიტომ რომ სამკუთხედია მშობლებიც, დედმამიშვილებიც, ოჯახიც, გარემოება, სიტუაცია, მხოლოდ პარტნიორი არ ნიშნავს სამკუთხედს. სამკუთხედი არის ყველაფერი. თქვენს გარდა ყველაფერი არის სამკუთხედი. თქვენ ხო არ ხართ? თქვენს გარდა ხო ყველაფერია, ხო და სამკუთხედია ესეც მეგობრებო. ხო, ნახეთ ქვემოდან. ამ ადამიანს უნდა თქვენთან ოჯახი. ოჯახში დაბრუნება უნდა, ოჯახი შექმნა უნდა, ოჯახში გაერთიანება უნდა. შვილები უნდა, თუ კი არის ამის შესაძლებლობა და ასაკი გიწყობთ ხელს. ძალიან უნდა. თუ არ გიწყობთ ასაკი ხელს, ერთმანეთის შვილების მიღება უნდა. ხო, ანუ ხვდებით ხო, რასაც ვამბობ, მეგობრებო? კი, უნდა, ნუ რა ქნას? მეგობრებო, უნდა და რა გააკეთოს ახლა? უნდა, ამ ადამიანს უნდა, მეგობრებო, ელოდეთ ამ ადამიანიდან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და წერტილი. ეს ადამიანი ამბობს, რომ მე გადავწყვიტე და გადავწყვიტავ და გადავწყვიტე სამართლიანად ბედის ბორბალი დავატრიალო და მოვიდე შენთან. ეხლა მიიღებთ, არ მიიღებთ, ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა და ტაროს დასტის მეგობრებო. ეს თქვენი გადასაწყვეტია, უბრალოდ მე ვკითხულობ მის აზრებს აქ. ხა? თქვენ აუცილებლად იგრძნობთ სტაბილურობას მისგან. მისი მოსვლით თქვენ იგრძნობთ თავს სტაბილურად. თქვენ იგრძნობთ სტაბილურობას, თქვენ იგრძნობთ იმას, რომ ამ ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი გიკავიათ მის ცხოვრებაში. ამას იგრძნობთ, მეგობრებო. კი. მეგობრებო, მოვა შემოთავაზებებით, მოვა დახმარებით, მოვა პატივისცემით, გვერდში დგომით, კეთილდღეობით, მოვა ფინანსებით, მოვა გულწრფელობით. მოვა სტაბილურობისთვის. ნახეთ მეგობრებო? ნახეთ. ორივე ერთნაირები ხართ. ეხლა ის თუა გადართული ფინანსებზე, თქვენც გადარდებთ ეხლა თქვენი ფინანსები, ხა არ მითხრათ რომ არაო. ეხლა მე დარწმუნებული ვარ, თქვენ ამ ადამიანს არ ელოდებით, თქვენ თქვენი საქმით ხართ დაკავებული და ასეც უნდა იყოს. და ძალიან კარგია რომ ასე ხართ. ხო, ამიტომ თქვენ თქვენი საქმიანობით ხართ დაკავებული, ეს კიდევ თავისით. ამიტომ ამოდიხართ ორივე წყვილში. ხედავთ, ხო? ხა? მეგობრებო, წყვილში ხართ? წყვილში ხართ? ორივე ერთნაირები. ერთმანეთის გარეშე თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ უბრალოდ თქვენი ცხოვრება და ვერც მე ვერ წარმომიდგენია ხო თქვენ ერთმანეთის გარეშე. ხა. კი, ბევრი ტყუილები იყო ურთიერთობაში. იყო. რაღაცებს გატყუებდათ ეს ადამიანი დღემდე. მაგრამ სამართალი არსად არ წასულა, მეგობრებო. სამყარო აქვეა თქვენთან ყოველთვის. ამის იმედი გქონდეთ. სამყარო ყოველთვის სამართლიანია, სამყარო ჩალეთ დახურული არასდროს არ ყოფილა და არ იქნება. რა უნდა თქვენ პარტნიორს? სიახლეები, ახლის დაწყება. სამყაროს იმედი აქვს სხვათა შორის ამ ადამიანს. კი, ამის ძალიან წამს და სიახლეები, ელოდეთ მისგან სიახლეებს, ელოდეთ მისგან ესე გამარჯვებით მოსვლას. ეს როგორი ადამიანია, იცით, მეგობრებო? რუსები რო იტყვიან, უვიძელ, პრიშოლ, უვიძილ, პაბიძელ. ხა, ესაა ზუსტად, ესე უნდა მოსვლა. გამარჯვებით უნდა მოსვლა. მოვიდა, შემოგთავაზათ რაცხა და დაგიპყროთ და გაიმარჯვა. ხო, ამ ადამიანს იცით რა აქვს ჩაფიქრებული? ისეთ რაღაცას შემოგთავაზებთ რომ მოვა, რომ ამით მოგიგებთ თქვენ და თქვენ დათანხმდებით, უარს არ ეტყვით. ეხლა უარს არ ეტყვით ოჯახის შექმნაზე, რა თქმა უნდა, ვიცი, დარწმუნებული ვარ. ხო, ცოლქმრობაზე უარს არ ეტყვით, ქორწილზე და ნიშნობაზე უარს არ ეტყვით, ხო? ბატონო. ესა, მეტი არაფერი, პირდაპირ საქმეზე გადადის. ხო. პირდაპირ საქმეზე გადადის. უბრალოდ მინდა ეხლა ვკითხვა, უკან არ დაიხევს მეგობრებო. ენერგიები მინდოდა შემეკითხა და უკან არ დაიხევს. მინდა ვკითხო მისი ენერგიები, შემოდგომის პარტზე მინდა ვკითხო მისი ენერგიები. ამას რო გპირდებათ ადამიანი.
აი მეგობრებო, ერთი წუთით ამ კარტებს ახლა გამოყენებულ კარტებს ესე. აი ამას რო ფიქრობს ახლა ადამიანი მეგობრებო, ხო? აი ამას ფიქრობს. ნახეთ ქვემოდან რა კარტია? აი რა ვქნა? აი მეგობრებო. ამ ადამიანს უნდა, აი როგორი ენერგიებია, ნახე როგორი ენერგიებშია? სამართლიანობის, ოცნებების დაბადების, პოტენციის, გაგრძელების, გაოცების, გაკვირვების და სიყვარულის და პასუხისმგებლობის ენერგიებში ეს ადამიანი, ნუ გაოცებული ვარ. კი. აქამდე კი ეწინააღმდეგებოდა საკუთარ თავს, მაგრამ ნახეთ ენერგიაზე მოვიდა და კიდევ უფრო მოვა მეგობრებო ამ 2 კვირის განმავლობაში ეს ადამიანი კიდევ უფრო ენერგიაზე მოვა, იმიტომ რომ ეს დაბნელების კორიდორი ხა როგორც ჩემზე მოქმედებს ეს დღეები ეს 1 კვირა ჯოჯოხეთად ვარ მეგობრებო. ადვილი არა, ვიცი. თვითონაც ესეა, ამიტომ მოიმატებს. აი მეგობრებო. გამოვა სიტუაციიდან, აი მეგობრებო. აი მეგობრებო, ნახეთ. ხო. აი მეგობრებო, თავისი ენერგიები ამ 2 კვირაში ეს ადამიანი ძალიან შეიცვლება. ეხლა მე არ დამაბრალოთ და არ გამკითხოთ იმისთვის, რომ ადამიანი არ სწორდება და არ გამოსწორდება. თქვენი გადასაწყვეტია. გინდა დაიჯერეთ, გინდა არა. გინდ მიიღეთ, გინდა არა. ეს მე ვერ გადაგიწყვიტავთ ამ ყველაფერს მეგობრებო. ეს თქვენი გადასაწყვეტია, გააგრძელებთ ამ ადამიანთან ურთიერთობას გენდომებად თუ არ გენდომებად. ამას მე ვერ დამაბრალებთ, ვერც ტაროს დააბრალებთ. ეს თქვენი გადასაწყვეტი იქნება. იყო, არის და იქნება. თქვენი გადასაწყვეტი. ხო. ასე რომ ელოდეთ ამ ადამიანიდან ერთგულებას, ელოდეთ სიყვარულს, ელოდეთ გაკვირვებას, ელოდეთ ენერგიის მომატებას. ნახეთ რა წერია სვაბოდა, ბაგაცტვა, იზაბილიე. ამ ადამიანიდან ელოდეთ ამ ყველაფერს, სიხარულს, სიყვარულს, ბედნიერებას, თავდაჯერებულობას, თავდაცვას, გვერდში დგომას. აი არ ვიცი მეგობრებო, რა არ ვიცი რა ვთქვა. კი, ელოდეთ. ასე რომ ესეთ ენერგიებშია თვითონ. ხო, ახლა არა ეს არა უკაცრავად. აგერ, ამითი გავაგრძელებ ახლა მეგობრებო. ხო. პირველ 3 კარტს დავტოვებ და ამას დავტოვებ აქ და დანარჩენებით ესე გავაგრძელებ ახლა. ხო, ახლა გავაგრძელოთ კიდევ. კიდევ რას მოიმოქმედებს თქვენი პარტნიორი? აი მოვა მეგობრებო. თქვენ როგორ შეხვდებით? თქვენი ენერგიები, თქვენ იხედებით მისკენ. თვითონ ხომ მოდის თქვენსკენ და იხედება, თქვენც ელოდებით მეგობრებო. მეგობრებო, ნახეთ როგორები ხართ თქვენ. ძალიან პასუხისმგებლიანები, ძალიან ერთგულები, ძალიან თავდაჯერებულები. კი, ძალიან პასუხისმგებლიანები. ადამიანის სიტყვა და ძალა და მოქმედება ხართ თქვენ. თქვენ ამ ადამიანზე ძალიან დიდი ზეგავლენა გაქვთ მეგობრებო. თქვენ ხართ ადამიანი აი როგორ მინდა ზუსტად პირდაპირ სიტყვით ავღწერო ქალური ბერაგობა, როგორც კარგი გაგებით. თქვენ ხართ ისეთი ადამიანები, ვინც ისეთ რაღაცას მოიფიქრებთ, რომ აი ყველგან რო გამოსავალს ნახავთ ნებისმიერ სიტუაციაში მეგობრებო. ძალიან მეგობრულები, ძალიან ერთგულები. ძალიან პრინციპულების სიტყვის ადამიანები, დედა, მეუღლე, აი რა ვთქვა, კი, სიტყვა და მოქმედება ხართ მეგობრებო, ძალა, სიტყვა და მოქმედება. კი, მზეც ხართ კიდევ, მზე ხართ, ძლიერესები ხართ. კიდევ თქვენ თქვენ რა მეგობრებო, ახლა აი ქვემოდან რა კარტია. აი მეგობრებო, როგორ არ მოვა? აი როგორაა უთქვენოთ. სამართლიანად უნდა მოვიდეს. ძალიან რთულია მისთვის ეს გავლილი გზა და ძალიან რთული იქნება მოსვლაც, მაგრამ მაინც უნდა მოვიდეს ახალი ცხოვრების დასაწყებად. თქვენი ურთიერთობა პაუზაა მეგობრებო. ეს არის პაუზა. ნახეთ,
მოვა სამართლიანობით, ეს სამართლიანობა შეიძლება იყოს სასწორი კიდევ ბევრი თქვენთაგანის პარტნიორი, სასწორი. ამ ადამიანმა ძალიან ბევრი აწონდაწონა თავისი გავლილი, უთქვენობით გავლილი დრო. კი, აწონდაწონა ის, რომ უთქვენო ძალიან ცუდათაა. თურმე რამხელა ძვირფასი ყოფილხართ მისთვის. ნუ ეხლა რამდენადაც საწყენი არ უნდა ყოფილიყო, ალბათ ასე უნდა მომხდარიყო, რომ თქვენი ამაგი და თქვენი ფასი ესწავლა ამ ადამიანს. ნუ რა ვქნათ? ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ხო, უყურეთ, ამ ადამიანიდან ელოდეთ თუ ძალიან დიდი მანძილია თქვენ შორის ელოდეთ კომუნიკაციაზე გამოსვლას, არ მითხრათ ახლა დაბლოკილი ვყავარო. ბევრი მიწევთ დაბლოკილი ვყავარ და როგორ და როგორც ასეა, ვამბობ, აი ასე მეგობრებო. ადამიანს, როდესაც უნდა კონტაქტზე გამოსვლა, ბლოკი არ არსებობს. დაბლოკილი თუ ყავხართ, აქ ხსნით იმ ბლოკს და მოგწერთ. ან სხვა აკაუნთით მოგწერთ. ეს არაა პრობლემა დღეს. ხო. ამ ადამიანს ძალიან ბევრი ვარიანტები აქვს. A ვარიანტი, B ვარიანტი, C ვარიანტი. ძალიან ბევრჯერ ამოდის ასტრა ბარათებში ეს A ვარიანტები და ვარიანტები. ხო, ასე რომ ელოდეთ მისგან სიახლეებს 0-დან ახალი ფურცლიდან დაწყებას ყველაფერს. აი მეგობრებო. ესეთ ადამიანთან მოვა აბა რას იზამს? როგორ ფიქრობთ ახლა? თქვენ როგორ ფიქრობთ? სადმე წასულია შორს? არა. აქვეა. არც წასულა არსად. იცოდეთ. აქვეა. ეს არის უბრალოდ პაუზა, მეტი არაფერი. და რაღაც გაუგებარი სირთულეებია ურთიერთობაში. აქ მეტი სხვას მე ვერაფერს ვერ ვხედა მეგობრებო. თქვენ რა დაინახეთ? არ ვიცი, მაგრამ კი მესმის რომ ურთიერთობაში სირთულეები არის. ეხა ადვილად არაფერი არ იშოვება დღეს. ხო. უბრალოდ ყველასთან სხვადასხვანაირად რეზონირდება. ვისთან რა, მეგობრებო, თქვენ სიტუაციას მოირგეთ, ძალიან გთხოვთ, ასე რომ მე რასაც ავღწერ აქ და გავაჟღერებ, არ გამინაწყენდეთ ამის გამო. კი, რთული სიტუაციაა ეხა ურთიერთობაში, მაგრამ ეს ადამიანი ძალიან ნერვიულობს. ამ ცვლილებებს ურთიერთობაში ძალიან ნერვიულობს, ამ გაუგებრობას ძალიან ნერვიულობს, იმიტომ რომ ნახეთ, თქვენ ხართ მისი მზე, მთვარე, ვარსკვლავები. აქეთ მზე, იქეთ მთვარე, უკან კიდევ ვარსკვლავები. აი ეს ხართ თქვენ მისთვის. ზღაპარი, დაუსრულებელი ზღაპარი, რომელიც ამ ადამიანს არ უნდა რომ დასრულდეს. ნუ რა ვქნა. ძალიან არ უნდა რომ დასრულდეს. ხო, არა, მეგობრებო, ჯვრის წერა. მე ვხედავ აქ ჯვრის წერის რიტუალს, მოკრძალებულ ურთიერთობას, ძალიან ისეთ მოკლე ვიწრო წრეში, შეიძლება ხა დიდი მასშტაბით ქორწილი არ გადაიხადოთ, მაგრამ ზოგმა შეიძლება იქორწინოთ, ზოგმა შეიძლება ხელი მოაწეროთ, ზოგმა შეიძლება ჯვრის წერა გააკეთოთ, ისე ვიწრო მოკრძალებულ წრეში. მე ვხედავ ამას, ამ ყველაფერს მეგობრებო. ხო, აი უფალთან, აი უფალს ევედრება ამას ეს ადამიანი და თქვენ თუ კიდე თან ხვდებით, ეს კარტი რამდენადაც სამკუთხედს ნიშნავს, იმდენად გამარჯვებას და აღნიშნვას ნიშნავს, ვინც რია, მეგობრებო, ვინც რისკავს, ის სვამს შამპანურს, აი ზუსტად ესაა, აქ შამპანურის გახსნას ვხედავ მე მეგობრებო. ხო. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, ბევრთან ვხედავ ქორწილს. ძალიან ბევრთან, იმიტომ რომ ნახეთ, აი კიდევ მინდა ეს კარტები გაჩვენოთ. აი ბედის ბორბალი, სამართლიანობა და სიყვარული. სიყვარული სავერშენსტვა, სრულყოფილება. სრულყოფილების მიზეზი და სრულყოფილება მეგობრებო, სიყვარული, გაოცება, სამართლიანობა და ბედის ბორბალი. ნუ რა ვქნა მეგობრებო, ხო. რა ვქნა, ადამიანმა დახასიათებაც არ მაცა და პირდაპირ უნდა მეთქვა ყველაფერი და ვთქვი პირდაპირ, ვამბობ პირდაპირ დღეს, არანაირი ენერგიების ამოკითხვა. ხო, რა წავიკითხო? სხვისი ენის გამო მიმატოვა და ჩემი ხმის გაგება არ უნდა. არა უშავს. ეს ყველაფერი დალაგდება ჩემო მეგობრებო. ენები და ჭორები ყველგანაა, ამიტომ ამაზე არ ინერვიულოთ. ხო, ამაზე არ ინერვიულოთ. ეხლა რა მაინტერესებს და ვკითხო უნდა კარტს.
აი სამყაროს თვალით დანახული თქვენი ურთიერთობა. სამყაროს თვალით დანახული თქვენი ურთიერთობა, მეგობრებო. როგორ ხედავს სამყარო თქვენს ურთიერთობას? ბალანსში. თქვენი გამოუვალი სიტუაცია მიწყნარდება. ყველაფერი დალაგდება. არი ნერვიულოთ, უბრალოდ უყურეთ რაღაცნაირი მეგობრებო უნდა აი როგორ ვთქვა აი რა უნდა გააკეთოთ იცით ხელის შეწყობა არა ეს ცოტა სხვანაირი ნათქვამია აი ურთიერთობაში არის მოლაპარაკებები საჭირო ურთიერთშეთანხმება მეგობრებო აქ უნდა მოხდეს ურთიერთშეთანხმება ჰარმონია ბალანსი რაღაც ტაქტი უნდა შეიმუშაოთ რაღაც წესი უნდა შეიმუშაოთ თქვენ ძალიან კარგად ხართ ერთად მაგრამ კი ნუ სხვების ჩარევები თუ ამასაც უნდა რაღაცნაირად უნდა შემოუაროთ მეგობრებო მოილაპარაკოთ უნდა ხო გადაწყვეტილება აი ურთიერთობის გასაუმჯობესებლად აქ წერია ურთიერთობის გასაუმჯობესებლად უნდა გადაწყვიტოთ რომ ერთმანეთს აპატიოთ და დაივიწყოთ და გააუშვათ ეს ყველაფერი ესაა გამოსავალი ამ ურთიერთობისთვის ამას აწერია ზუსტად აქ განაჩენი გადაწყვეტილების მიღება აპატიეთ და დაივიწყეთ გააუმჯობესეთ და განვითარება წინსვლა და დაწინაურება ელოდება ამ ურთიერთობას თუ კი ამ ყველაფერს გადალახავთ ამ რთულ პერიოდს თუ კი გადალახავთ მეგობრებო ეს ყველაფერი შეიძლება კი ეს ყველაფერი შესაძლებელია მოდი ახლა მე მინდა ვკითხო არც კი სამყარომ გაგცათ ესეთი პასუხი თუ კი მოაგვარებთ ამ საკითხს მოილაპარაკებთ და მოლაპარაკება მოხდება ორივეს მხრიდან ხო იმ შემთხვევაში თქვენი ურთიერთობა შეიძლება გაუმჯობესდეს კი კარგით მოდი ახლა მე მაინტერესებს ვკითხო უნდა კარგს თუ გამოუვა თქვენს პარტნიორს ეს ყველაფერი თუ გამოუვა მას თუ გამოუვა კი მეგობრებო ნახეთ აი ყოველ შემთხვევაში ეცდება ნუ სულელივით ეცდება ნუ რა ქნა სხვანაირად არ შეუძლია ნახეთ დაგპირდებათ ყველაფერს კი იმიტომ რომ ეხა ცუდი გაგებით არ ვამბობ ამ ყველაფერს მეგობრებო გამოუვა იმიტომ რომ ეს ადამიანი არ დაგთმობთ ძალიან თქვენი მესაკუთრეა ძალიან დიდი სიყვარული აქვს ამ ადამიანს ემოცია აქვს სიყვარული აქვს და ნუ მასხარა და ეს არის რისკზე წასვლა გარისკავს კი აქამდე თუ არასერიოზული იყო მეგობრებო შეიძლება ეხლაც არასერიოზული იყოს მაგრამ ამ არასერიოზულობით გარისკავს ხო აი ხვდებით ხო რის თქმაც მინდა ხო რაღაც ამ არასერიოზულობით მაინც გარისკავს ხა არ გამინაწყენდეთ დღევანდელი ჩემი ესეთი რაღაცნაირი უცნაური ლაივით მეგობრებო ნუ ზოგჯერ რასაც მეუბნება რო ვთქვა ვამბობ იმ ენით იმ ენით ვსაუბრობ როგორც მეუბნება თვითონ ხო მაგრამ ამ ადამიანს ძალიან დიდი სიყვარული და რწმენა აქვს თქვენთან უნდა ყველაფერი ოჯახი უნდა სტაბილურობა უნდა ძალიან ბევრი სურვილები აქვს თქვენთან დაკავშირებით კი ბედის ბორბალი ბატონო აი ბედის ბორბალი და ესეც ბედის ბორბალი ნუ აქ შეიძლება ამოვიდეს ბედის ბორბალი მეგობრებო ხო კიდევ გავიმეორებ ეხლა ბედის ბორბალი ყველა კაცშია მაგრამ უყურეთ ყველა დასტაშია მაგრამ შეხედეთ ეხლა რისი თქმა მინდა აქ შეიძლება ყოველთვის ამოვიდეს მაგრამ ამ კარტებიდან მე ხომ ყოველთვის ყველას არ ვხსნი მაინც აი ამოვიდა მეგობრებო ეს ყველაფერი იყო ბედი თქვენ ეს გზა უნდა გაგევლოთ თქვენ უნდა ყოფილიყავით ასე არეულ დარეულები თქვენ უნდა გესწავლათ ანუ თქვენ პარტნიორს უნდა ესწავლათ თქვენი ფასი თქვენ უნდა გესწავლათ თქვენი თავის ფასი თქვენი თავის სიყვარული უნდა გესწავლათ ეს ყველაფერი ბედი იყო მეგობრებო ხო ნუ რა ვქნა ხო მოდი რა ვკითხოთ ახლა კარტს. ხო, აი როგორაა თვითონ.
მეგობრებო, თქვენს ურთიერთობაში კიდევ არის სხვების ჩარევებიც. ტრანსფორმაცია ურთიერთობაში. რა უნდა ვთქვა? აქ არის ტრანსფორმაცია და ზუსტად ამ ტრანსფორმაციას გადიხართ ახლა ამ დაბნელების კორიდორში. აი მანდ ვართ ზუსტად. თქვენ რა გონია მეგობრებო, მეც გავდივარ ამ ყველაფერს, ჩემთვისაც ძალიან რთულია. ტრანსფორმაცია ის არ არის დღეს გავიარე და ხვალ აღარაფერი აღარ იქნება მსგავსი. არა მეგობრებო. ტრანსფორმაცია შეიძლება მთელი ცხოვრება გადიოდეს ადამიანი. იმის და მიხედვით თუ როგორ ჭკუას ვისწავლით. მოდი ასე პირდაპირ ვიტყვი. ხო. აი ასე. ხო. ძველის დასასრული და ახალის დასაწყისისთვის ემზადება ეს ადამიანი და იმიტომ არის ახლა ეს სიტუაცია თქვენში. დაბნელების კორიდორი დაბნელდება, ახლა ისე დაბნელდება მისთვის მეგობრებო. უკუნეთი გახდება ეს გვირავი, მაგრამ გვირავის ბოლო სინათლეა ყოველთვის. კი. ეხლა მე ვხედავ აქ ძალიან ნეგატივის კარტს. ეს შეიძლება იყოს მაგიებიც, ეს შეიძლება იყოს წყევლები, კრულვები, ნეგატივები, თვალი, ცუც რო გისურვებს ადამიანი, ანუ ხვდებით ხო? ხო. აი ამის დასასრულია, მეგობრებო. ხო. აი ამის დასასრულია, ჩემო ძვირფასებო. კი. ძალიან არ მიყვარს ეს კარტი. კი, ურთიერთობაში არის ნამდვილად ნეგატივი. მაგრამ ესეც არაუშავს, თქვენ მაინც ცუდი არ უსურვოთ არავის. მეგობრებო, ცუდი არავის მაინც არ უსურვოთ. ყველაზე კარგი საშუალება რაც მისურვე, ღმერთმა დაგიბრუნოს უკან. всё, მორჩა კინო, მეგობრებო. ესაა ყველაზე კარგი ლოცვა ადამიანის. ხო, კარგი გისურვა, ხო და კარგი დაუბრუნდეს უკან. ვინც რა გვისურვა, ყველაფერი დაუბრუნოთ უკან. ჩვენი ლამაზი წარმოთქმით, აი ესე მეგობრებო, რაც მისურვე, ღმერთმა ათმაგად დაგიბრუნოს უკან. ხო. აი ესე. ეხლა თქვენი სიტუაცია მაინტერესებს, ეხლა თქვენ როგორ უნდა დახვდეთ, ან თქვენი რეაქცია მაინტერესებს, როდესაც ეს ადამიანი მოვა თქვენთან მეგობრებო. თქვენი რეაქცია. ბევრი თქვენთაგანი ცოტა იცით როგორა დამალვა, არა, თითქოს და გაერიდება ამ სიტუაციას. ხო, ბევრი თქვენთაგანი აარიდებს ამ შეხვედრას თავს. ნუ ეხლა დროებით იქნება, დროებით? ხო, დროებით ეხლა უცებ არ მიიღებთ ამ ადამიანს ბევრი თქვენთაგანი მეგობრებო. ნახეთ? ეს დამალვის კარტია და ეს მერე მოლაპარაკებების კარტია. თუმცა ორივე თითქოს ერთმანეთს გავს ეს დასტები, მაგრამ ხო, ცოტა მაინც გაუგებრობა გექნებათ ურთიერთობაში, მაგრამ ნუ რაღაცა დაბრუნზე წახვალთ კი. შემდეგ ის რომ ესე შორიდან დააკვირდებით ამ ადამიანს. კი, დამკვირვებლის როლს მოირგებთ მეგობრებო. ძალიან კარგია. რა თქმა უნდა გაერკვიოს, ჯერ საკუთარ თავში უნდა გაერკვიოს ადამიანმა, მაგრამ ეს ორი კვირა არის ზუსტად მაგ საკუთარ თავში გარკვევის, ჩემო ძვირფასებო. მორიელ. თაღამომშვიდობის, მორიელ. დღეს რატომღაც ჩასტრახე გაკვეთილი შენ. როგორც კი დავიწყე ლაივი, იმ წუთას გამოგიგზავნე მოწვევა, მოსაწვევი ბარათი. ხა. მაგრამ მაინც მიგიღებთ, არაუშავს. ხო, ასე რომ მეგობრებო, ბევრი თქვენთაგანი დამკვირვებლის როლს მოირგებს. და ასე შორიდან შეხედა, სხვათა შორის ძალიან, ნახეთ მეგობრებო. აი, მიყვარს ეხლა ეს კომბინაცია ძალიან მაგრად ჩაჯდა ეხლა თქვენთან დაკავშირებით. ხო, ყურეთ ეხლა აქ რა მოხდება, თქვენი მხრიდან. მე რასაც ვხედავ ეხლა აქ, მივესალმები ამ ყველაფერს და რატომ ეკუთვნის ამ ადამიანს. ხო. აი იმას რომ თქვენ შორს გადგებით, ეხლა ცოტა განუდგებით ამ ადამიანს და ესე ადვილად არ მიიღებთ.
და შორიდან დაუწყებთ ყურებას, ესეც თქვენი ერთ-ერთი მანიპულაციაა და ძალიან კარგია მეგობრებო. ხო, აბა რა, იმიტომ აკარგი რომ ესე ხელგაშლით, ვაიმე, შენი ჭირიმე სად იყავი, აქამდე ვკვდებოდი, ვდნებოდი და ცოცხლად აღარ ვიყავიო, ეს არ უნდა აგძნობინოთ ამ ადამიანს. ზუსტადაც ძალიან კარგს იზამთ. ხო. საკუთარი თავის ფასი რო ისწავლეთ. ეს საწამსვლელი არა, აგერა, მეგობრებო. ეს ადამიანი თქვენად მაინც ვერ გაძლებს. ყოველ შემთხვევაში დიდხანს. ხა, შეიძლება იბრიქინოს, ჩემი სიტყვებით მომიტევეთ. რა ვთქვი, მეც არ ვიცი. იბობოქროს უნდა მეთქვა და ცოტა სხვანაირად ვთქვი, ხო, მაგრამ ხო, ნახეთ მეგობრებო, ეს ადამიანი შეიძლება კი ძალიან ბობოქრობდეს და ძალიან კი მოქონდეს თავი, რომ ყველაფერი, მაგრამ ამ ადამიანს უთქვენოთ დიდხანს ყოფნა არ შეუძლია. წავა რაღაცებს მოიბოდიალებს და ისევ მოვა. წავა ისევ რაღაცას გააკეთებს, თითქოს თავს დაიფასებს, მერე ისევ მოვა. წასულ-მოსული ადამიანია, იმიტომ რომ უთქვენოთ ეს ადამიანი დიდხანს ვერ გაძლებს. ნახე, ჯაჭვი, თქვენ შორის უწყვეტი ჯაჭვი არის მეგობრებო. ამას ვერავინ ვერ გაწყვეტავს. ხო. და ესაა თქვენი მანიპულაციების ზუსტად ერთ-ერთი მანიპულაციები, რომელიც ახლა გაქვთ ჩართული. ხო. კიდე თქვენი რეაქცია ბრძოლა წესების გარეშე გაქვთ ჩართული მეგობრებო. აი, ბრძოლა წესების გარეშე. თქვენ ხართ თქვენთვის ძალიან ბალანსში. თქვენს მანიპულაციებს ახლა რაც გაქვთ ჩართული ამ ადამიანს არ ეუბნებით, ახლა ამას როგორ ეტყვით, მან არ იცის ეს ყველაფერი გაუგებარია მისთვის. ამ ყველაფერს გააკეთებთ თქვენთვის მეგობრებო. ხო. რაც ღამის უძილობა გაგატარათ ამ ადამიანმა მეგობრებო, ახლა დაუბრუნებთ თქვენ უკან. თქვენ ყველაფერი უკვე ძალიან კარგად აიღეთ. აი, იმდენად პრაქტიკული ადამიანები მიყურებთ უკვე თქვენ მეგობრებო, უკვე იცი როგორ ხართ, უკვე ღრუბლებში აღარ დაფრინავთ, დაიშვით უკვე მიწაზე. ხო, აი, უკვე მიწაზე დაიშვით. მიწასთან ახლოს ხართ. ანუ რუსულად უფრო კარგად ითქმის ეს სიტყვა. აღარ დაფრინავთ ღრუბლებში. ხო, ამიტომ ხო. ბატონო, თქვენს ფინანსებზე ხართ გადართული, თქვენს სიახლეებზე ხართ გადართული. ხო და თქვენთვის ხართ ესე მეგობრებო ძალიან კარგია რომ ესე ხართ და ამ ადამიანსაც ელოდებით, ეგრე ორი ტუზი ერთად ამოვიდა, ასე რომ ელოდებით მისგან საქციელებს და ძალიან კარგია რომ ასე ელოდებით. თუმცა გეტყვით იმას, რომ ამ ადამიანს ძალიან უნდა თქვენთან რაღაც პიკნიკის მოწყობა, მაგრამ ვერ ხვდება რა გააკეთოს. ძალიან ცუდათაა, ვერ ალაგებს აზრებს, ფიქრებს, მოქმედებას ვერ ურთავს ამ ყველაფერს მეგობრებო, ამ ეტაპზე წუთში, წამში თუ ეს არ შეუძლია ერთი წამით რო იტყვიან. თუმცა ამაზე ფიქრობს კი, ნახეთ? აი ეს ხართ თქვენ და ის. ხო. ოხ მეგობრებო, როგორი სიყვარული დატოვა და წავიდა ერთ დროს, მაგრამ აუცილებლად მოვა მოქმედებით მეგობრებო. იმიტომ მეგობრებო. ბატონო, მოდის. იქ მოდის, საიდანაც წავიდა. ნახეთ მეგობრებო. უყურეთ ახლა აგიხსნით ამ ყველაფერს. ხო იყო სიყვარული. აი უფლიდან დალოცვილი სიყვარული, სადაც იყო მზე და ანგელოზი. მოიცადეთ რა ქვია ამას? მოიცა ამ ანგელოს რა ქვია? მეგობრებო, რა ქვია ამ ანგელოს? აი ის არის რო ისვრის ურთიერთობაში. წინეებზე გამახსენდა, ახლა დამავიწყდა. აუ, რა ქვია? ნუ კაი, რაც ქვია. ხო, რაც ქვია. ხო იყო ესეთი სიყვარული. კუბიდონი, რაღაცა სხვა ქვია კიდე. კიდე სხვა ქვია. კიდე სხვანაირი სახელიც ქვია. ნუ უფრო სხვანაირი ვიცი. ამური. ამური მეგობრებო. ამური. ხო, ანგელოზი, მელეკ. კი, ანგელოზია მელეკ თურქულად. ხო,
აი ნახეთ მეგობრებო, ხო იყო ესეთი სიყვარული ურთიერთობაში, იყო ნამდვილად და მფარველი ანგელოზი აგერ თქვენი, რომელმაც დაგაკავშირათ ერთმანეთთან, მაგრამ ამ ადამიანმა ეს რატომღაც თავის დროზე არ დააფასა და წავიდა და უყურეთ ახლა მეგობრებო, ახლა უნდა რომ ეს ყველაფერი მოაგვაროს და დაბრუნდეს იქ, საიდანაც წავიდა. ნახეთ მეგობრებო, როგორ მოდის? საიდანაც წავიდა, იქ მოდის მეგობრებო. მაგრამ ეს თქვენი გადასაწყვეტია, მიიღებთ თუ არა ამ ადამიანს. ეს თქვენი გადასაწყვეტია, ამას მიიღებთ თუ არა მეგობრებო. ამის უფლებას თქვენ ვერავინ ვერ ჩამოგართმევთ. ხა. ასე რომ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. მაგრამ ის რომ ამ ადამიანმა სამართლიანად უნდა მოვიდეს და სამართლიანად მოდის თქვენთან, ეს უდავოა ჩემო ძვირფასებო. აი როგორი კარტებია თავში ამოსული. ხო, აი ესეთი კარტები ამოვიდა თავში მეგობრებო, ძალიან ლამაზია ეს ყველაფერი. ოცნებების დაბადებას ვხედავ, პოტენციალს ვხედავ თქვენი ურთიერთობის, ამ ურთიერთობის გაგრძელებას ვხედავ მეგობრებო მე. კი, ვხედავ ეს ადამიანი როგორ ცდილობს რომ გაგაკვიროთ, ნებისმიერი საქციელით, თუნდაც მინდვრის ყვავილებით. ხო. რომ მოაგვაროს ეს გაურკვეველი სიტუაცია, რომ იქნებით ბედნიერები, აი თქვენ იქნებით ესეთი გაღიმებულების სულ მეგობრებო. აი ნახეთ როგორ ცინის. მე ვხედავ აქ ერთგულ სიყვარულს. თქვენ ამ ადამიანის რწმენას დაიბრუნებთ. ანუ ეს ადამიანი დაიბრუნებს თქვენს რწმენას. იმიტომ ნახე პოტენციალი. აქაც პოტენციალია და აგერც პოტენციალია მეგობრებო. ბევრ თქვენთაგანს ვხედავ კიდე რომ შვილიც გაგიჩნდებათ. ბავშვის პოტენციალსაც ვხედავ. სიცილე არ გიყვარს რატო? და ურთიერთობის პოტენციალსაც ვხედავ. ერთგულებას ვხედავ მეგობრებო. ერთგულებას ვხედავ მეგობრებო, თქვენში მე ვხედავ ერთგულებას, სრულყოფილებას ვხედავ მეგობრებო. კი, ბევრი თქვენთაგანი ცხოვრებაში ამ ადამიანთან გხედავთ მე მეგობრებო, დაგინახეთ კი. კი, დაგინახეთ, აი სად დაგინახეთ? ერთი წუთით. აი მეგობრებო. ბედის ბორბალი, აი მეგობრებო. აი სიყვარული, აი აქ ხართ თქვენ. აი ერთგულება, სიყვარული და ბავშვი. ბედის ბორბალი, სამართლიანობა. ესაა თქვენი ურთიერთობა. სამართლიანად, ეს უნდა მოხდეს ესე მეგობრებო. ეს ყველაფერი მოხდება თქვენთან. კი. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს თქვენთან, ესაა სამართლიანი. სამყაროს სამართლიანობა აღდგება ამით, რომ თქვენ იქნებით ერთად. მინდა რომ სულ ვუყურო ამ დასტას, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი სურათები აქვს. თან შემოდგომაზე მეგობრებო. ესეთ შემთხვევითობით არა. შემოდგომაზე. ხა, მოდით ახლა ვკითხოთ ჩვენი, მოდით ვკითხოთ ახლა ასტრაბარათებს. ამ ადამიანს უკავია თქვენი ურთიერთობის გასაღები. ამ ადამიანმა ძალიან კარგად იცის რა უნდა გააკეთოს. ხო. საღამო მშვიდობის ყველას. მოგესალმებით მეგობრებო, ვინც ახლა შემოგვიერთდით. უღრმესი მადლობა ყველას ჩემო ძვირფასებო. თითოეული თქვენი თბილი საქციელისთვის იმას, რასაც ჩემს მიმართ იმეტებთ, უღრმესი მადლობა ყველას. ძალიან მიხარია თქვენთან ერთად ყოფნა აქ მე. და მაპატიეთ, მომიტევეთ, როდესაც ვერ მოვდივარ თქვენთან, ძალიან გთხოვთ, რომ მაპატიოთ ამისთვის მეგობრებო. კარგით, მოდი ვნახოთ ება, ასტრაბარათები რას გვეტყვის ახლა.
მოდით მეგობრებო, რა შევეკითხოთ ახლა დღეცით. აი რა სურს ამ თქვენს პარტნიორს რო გითხრათ, ან რო გააკეთოს, აი თქვენს მიმართ, თქვენსკენ რა სურვილები აქვს ამ ადამიანს. რა სურვილები აქვს, ან რა ფიქრები აქვს თქვენსკენ. რა სურვილები აქვს. აი აკვანი. ოჯახი შექმნა, ბავშვის შობადობა, სიმდიდრე, ხვავი, ბარაკა, დაცულობა. მოკლედ მეგობრებო, ნუ რა ვქნა, თქვენ ხართ მისი სიწმინდე ოჯახია. ოჯახის დაცულობა ხართ, თქვენ ხართ აი ეს სიწმინდე მისთვის. ხო. ეს ხართ მისთვის თქვენ. თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც ყოველთვის უწვდის ამ ადამიანს დახმარების ყველს, ყველაფრის და მიუხედავად. მაინც ახერხებთ. თვითონ ასე ამბობს, ხა მე არ ვიცი, თვითონ ამბობს ამას. შეკითხვა დავსვი და პასუხი გამცა ესეთი ამ სურათით, რომ ამას თქვენ ახერხებთ. რაც არ უნდა რთული და ძაბული სიტუაცია გქონდეს, თქვენ ეს მაინც გამოგდით. თუნდაც იცით რატომ? მის ცხოვრებაში არსებობით. აი თქვენ როდესაც მასთან ერთად ხართ, მეგობრებო, თუნდაც ეს ადამიანი თქვენზე ფიქრობს, აი ყოველთვის ხდება ეს შეგრძნება მასთან. რა ვქნა, რასაც ამბობს, იმას ვამბობ თქვენთან. იმას ვაჟღერებ მე. კიდევ რა ფიქრები აქვს თქვენთან დაკავშირებით ამ ადამიანს? ეხლა ცნობის მოყვარეობა კლავს ამ ადამიანს, თუ რა შვებით მის გარეშე. რას ფიქრობთ მის გარეშე? მასზე რას ფიქრობთ? ძალიან კლავს ცნობის მოყვარეობა ამ ადამიანს, მეგობრებო. კი. და ამბობს იმას, ესე რომ გამოიქცეს ეხლა თქვენ თუ მიიღებთ. მოდი ამასაც აი რასაც ვფიქრობ ეხლა მე ამ ორ კარტში. ყველაფერს ვიტყვი. ხო. აი ესე რომ გამოიქცეს თუ მიიღებთ. ნახეთ, ხელში უკავია, თუნდაც ფინანსები, თუნდაც რაღაც საჩუქარი აქვს ამ ადამიანს თქვენთვის მომზადებული. და ნახეთ, აგერ მოდის და აი ესე გაწვდით. თუნდაც პატარა უმნიშვნელო. თუ გიღირთ ეს ყველაფერი მისგან, ამასაც ფიქრობს. თუ მიიღებთ ამ ყველაფერს. აი თუნდაც ესე წვრილმანი რაღაცით თუ მიიღებთ ამ ადამიანს. ეხლა იმდენად სულელი შთაბეჭდილებას ტოვებს ჩემთან, მეგობრებო. ეს ადამიანი, აი თავისი ამ შეკითხვებით, აი რაღაცნაირი შეკითხვებით, ხო? პატივით, მაგრამ კი ესეთი შთაბეჭდილება დამჩა, მაგრამ ნუ რა ვქნათ. ეს მისი ფიქრებია ესეთი. ცნობის მოყვარეობა კლავს ამაზე. რომ ეს ყველაფერი, ხო, როგორ მიიღებთ ამ ყველაფერს? მიიღებთ თუ არა ამ ადამიანს, აი ესე რომ გამოიქცეს კისრის ტეხით თქვენთან. თქვენ თუ მიიღებთ, ეს აინტერესებს მას. ხო, აი ნახეთ. სიმშვიდე. აი ეს ადამიანი ეძებს სიმშვიდეს. ეს არის სიმშვიდის კარტი. აი ხო გეუბნებით, ეს ადამიანი ძალიან ბევრ ხერხს მიმართავს, ABCD ვარიანტები, ეს თქვით ზუსტად თავშიც. რომ ძალიან ბევრი მოგისინჯათ კბილი ამ ადამიანმა თქვენთან მოსასვლელი. არ ვიცი ხა თქვენ რამდენად მიუხვდით მას ეს ყველაფერი, მაგრამ შეიძლება იყოს სხვადასხვა აკაუნტებიდან, დამალული საიტებიდან, ხო, ვიღაცების მოგზავნითაც შეიძლება იყო, მეგობრებო, მაგრამ თქვენ რამდენად მიხვდით ეს ყველაფერი, მე არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ ბევრჯერ გავაჟღერე. ამასთან დაკავშირებით, რომ ბევრნაირად ეცდებოდა თქვენთან მოახლოებას, ან ვიღაცას მოგიგზავნიდათ, ან სხვისი საიტით მოგწერდათ, ან სხვისი სახელით, სხვისი ფოტოთი, სხვისი აკაუნტით, ფარული, დამალული, გაურკვეველი საიტით და მსგავსი კიდევ რაღაცეებით. ხო. ეს ადამიანი კიდევ სიმშვიდეს ეძებს, სიმშვიდის იმედი აქვს თქვენთან დაკავშირებით, კი. ამ ყველაფერს აკეთებს აუღელვებლად. შეიძლება აკეთებდა აუღელვებლად, ხო. რამდენიმე ვარიანტი მოგისინჯათ აუღელვებლად. ძალიან სასწაული ადამიანია, მე თუ მკითხავთ, მეგობრებო. ძალიან პირი მჩება ღია ეხლა. მისი ასეთი ფიქრებით, ხო, რაღაცნაირია, თავისებურია. არ გავს სხვებს. ეს ადამიანი სხვებს არ გავს.
რაღაცნაირი განსხვავებული ტიპაჟია რო იტყვიან. მამაკაცი ქალბატონი არ აქვს მნიშვნელობა, ეხლა ვინც მიყურებს, თქვენი პარტნიორი, ჩემო ძვირფასებო, სხვისგან განსხვავებულია, ძალიან რადიკალურად განსხვავდება ადამიანებიდან. არ ვიცი, ვინ არის, მაგრამ თავისებური ხედვა აქვს ამ ადამიანს. მისი ჭირი მენახე თქვენ მოდან რა კარტია? მისი ფიქრები თქვენთან დაკავშირებით. აი ეს ხართ თქვენ მისთვის, მის თვალში. ადამიანი ინიციატივა, სიტყვა და საქმე. აი ის რომ თქვენ რასაც ჩაიფიქრებთ, თქვენ რასაც იტყვით, იმას აკეთებთ. თქვენ თუ კი დაპირდებით ადამიანს დახმარებას გაუკეთებთ. თქვენ თუ ეტყვით ადამიანს რომ მე შენს გამო ხელს არ გავანძრევ, არ გაანძრევთ. ანუ ხვდებით ხო? რასაც იტყვით, იმას აკეთებთ. პირადად თქვენ. აი ესეც გხედავთ ეს ადამიანი. გხედავთ მშვიდს და გაწონასწორებულს ხოთა შორის, მაგრამ იმასაც გხედავთ რომ ამ სიმშვიდით, თქვენი ახლანდელი სიმშვიდით ასამარებთ ადამიანს, ამასაც ვხედავ მე მეგობრებო. ხო, იმას რომ ამ ადამიანს ახლა ახლოს არ იკარებთ. ნახეთ, ესე შემოღობილი გაქვთ საზღვრები და ამ ადამიანს არ იკარებთ. ხო, იმიტომ არ გისინჯავთ ავარიანტი B, C, D ვარიანტები აქვს ამ ადამიანს თქვენთან მოსინჯული, მაგრამ ვერანაირად ვერ მოხვდა ამ წრეში. ამ წრეში ვერ მოხვდა მეგობრებო, იმიტომ რომ თქვენ გაიზარდეთ. ხო, ესე შემოხაზული გაქვთ და ეუბნებით ახლა უყურეთ. უყურეთ ასე უბნები. აი ამ წრეს თუ კი გადმოკვეთავ არასწორად, აი ამ ხმლით დაგჩეხავ, განგმირავ, ან დაგამარცხებ, ან რაღაცა ესეთი სიტყვა გაქვთ, აი წრე გაქვთ შემოხაზული და რაღაცა გაქვთ ნათქვამი, რომ აი ვინც ამას არასწორად გადმოკვეთავს, ხო, და აქ გაქვთ რაღაცა სიტყვა ნათქვამი. ნუ ეხა ვინ რა თქვით, ეს მე არ ვიცი, ახლა აქ ვერ გეტყვით ამ ყველაფერს, მე ამდენი არ ვიცი, მაგრამ კი რაღაცა ნათქმი გაქვთ. ხა ვის რა გაქვთ, მაგით თქვენ გეცოდინებათ. ვინ როგორ იცავთ თქვენ საზღვრებს მეგობრებო, მოდი ასე ვიტყვი. ხო, მაგრამ თქვენ უკვე ადამიანს აღარ აძლევთ იმის საშუალებას, რომ აი ამის იქეთ თქვენი საზღვრები არასწორად გადმოკვეთოს. всё. არა. საზღვარი გაქვთ უკვე გაკეთებული. ხა, ამიტომ ცდილობს რომ რაღაცა უნდა დაიწყოს ამ ადამიანმა, ფიქრობს რომ რაღაცა უნდა დაიწყოს კი. ეს არის ფიქრი დაწყების, რაღაცის წამოწყების, მოფიქრების. ხო, რაღაცა უნდა მოიფიქროს ამ ადამიანმა, ან უკვე მოფიქრებული აქვს. თუ მოფიქრებული არა აქვს, ამ ორ კვირაში მოიფიქრებს მეგობრებო, ამის გარანტიას მე გაძლევთ, რომ ეს ადამიანი ასეც არ დაკარგავს. ასეთ ადამიანს თქვენი პარტნიორი არ დაკარგავს. ეს არის ცეცხლი ადამიანი. ცეცხლი ხართ მეგობრებო. ცეცხლის ტიქია ხართ, შეიძლება ახლა ცეცხლის ზოდიაქო არ იყოთ, მაგრამ უკვე ცეცხლის ენერგიებში ხართ მეგობრებო, ესეთ ენერგიებში ხართ უკვე. ხო. ამიტომ ეხლა ფიქრობს რაღაცებს, რაღაცის სამზადიშია. რაღაცებს ამზადებს ეხლა. ემზადება მოკლედ მეგობრებო. ეს ადამიანი ემზადება, აი ესე გამოსაქცევად. ეს ადამიანი ემზადება თქვენთან მოსასვლელად, ემზადება თქვენთან მოსალაპარაკებლად, ემზადება თქვენთან მოსასვლელად რო იტყვიან. ხო რა, აი სხვა გზა არა აქვს. რა თქმა უნდა მორიელი. ხო, აქამდე რისი საშუალებას აძლევდით ამ ადამიანს, მე არ ვიცი, მაგრამ ეს საზღვრები რო უკვე დააწესეთ, ეხლა მიხვდა თქვენი ფასი. აქამდე შეიძლება არ ფიქრობდით ასე. მორიელი. აქამდე არ ფიქრობდით ასე და რო არ ფიქრობდით,
სხვა სიტუაცია იყო. ეხლა რადგან ფიქრობთ და უკვე საზღვრები გაქვთ დაწესებული და თქვენი კანონები გაქვთ უკვე. ამ კანონებს და ამ წესებს თქვენ აღარ გადახვათ. ეხლა დაგაფასათ უკვე თქვენმა პარტნიორმა. საქმე ძამაშია. ხო, და ეხლა ფიქრობს რაღაცების გამოსწორებას. რა თქმა უნდა და ეს საზღვარია ზუსტად ანამარია რომ დააწესეთ საზღვარი. ხო. აი მაგის საზღვარია აქ რო გაქვთ ეხლა შემოხაზული. არ გადმოკვეთ თუ არასწორად თორე დაიღუპები. ამას ამბობთ უკვე თქვენ, ეს დაინახა თქვენგან. ხო. ესაა მაშია საქმე. იმიტომ რომ თქვენი სურვილები გაქვთ უკვე, თქვენი წესები გაქვთ, თქვენი კანონები გაქვთ, რომელსაც უკვე აღარ დათმობთ. გამორიცხულია. ხო, თავის დროზე ვერ დაგაფასათ. და ხა რო დაუწესეთ საზღვრები, ახლა მიხვდა მეგობრებო, რომ რაში ყოფილა საქმე. ვერიფიკაციას მთხოვს ეკრანი 1 წუთით ჩემო ძვირფასებო. მოახერხე. ხო, ასე რომ კი ბატონო. ეხლა მიხვდა. გვიან, მაგრამ მაინც მიხვდა. ამიტომ მელოდეთ ამ ორი კვირის ვადაში ურთიერთობის გამოსწორებას მეგობრებო, ხა თუ გაწყობთ რა თქმა უნდა ეს თქვენი გადასაწყვეტია ეხლა ამ საზღვრებს. ეს საზღვარი რჩება საზღვრად, მაგრამ თქვენი წესები და კანონები გაქვთ უკვე და თქვენ ამბობთ რომ თუ ამ წესებს და კანონებს დაიცავ, შემოგიშვებ თუ არა და დავაი ეუბნებით. თქვენ ამას ეუბნებით, უკვე აჩვენებთ ამ ყველაფერს, რომ ეს ასე იქნება მეგობრებო. ის რომ თქვენ ამ საზღვრებს აღარ გადახვალთ. ამას ხედავს თვითონ და მან ძალიან კარგად იცის, რომ ეს ასეც იქნება. ხო. და კიდევ ერთი კარტი, ნახოთ აბა. აბა კიდევ ერთი ბარათი. ხო, მეგობრებო. ვიხართ თქვენ მისთვის. აი ვიხართ მისთვის. თქვენ ხართ მისი სამყარო. ეს ადამიანი გაიდეალებთ, იდეალი ხართ მისთვის. თქვენ ხართ მისი ვარსკვლავი, თქვენ ხართ მისი სამყარო, თქვენ ხართ მისი ოცნება, თქვენ ხართ მისი რწმენა და შთაგონების წყარო. ეს ადამიანი თქვენზე ლოცულობს. კი. ხამით განსაკუთრებით ბევრს ფიქრობს თქვენზე. აი თქვენ ხართ მისთვის მთელი სამყარო. ის სამყარო ხართ, რომელიც მას თქვენ გიკავიათ. ანუ თქვენ ხართ ეს. ხო, ეს თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ ეხლა მე უბრალოდ ვამბობ იმას, რასაც თვითონ ფიქრობს თქვენზე, რომ თქვენ ხართ მთელი მისი სამყარო, რომელიც გიკავიათ თქვენ. თქვენ გიკავიათ მთელი სამყარო. ეს ხართ თქვენ. ბევრთან სამწუხაროდ გვიან მიხვდა ამას. ეს ვხედავ, რომ გვიანია, უკვე. ეს ვხედავ, რომ ჩემმა პარტნიორმა გვიან მიხვდა ეს ყველაფერი და ჩემთან მოსასვლელი პირიც აღარა აქვს. ხო. ავშენდით, აბა რა. რა თქმა უნდა, ანა მარია. სადაც უნდა იქ წავიდეს, ვისთანაც უნდა იქ წავიდეს და როგორც უნდა ისე იყოს. ხო. ადამიანი, როდესაც თავის დროზე მე არ დამაფასებს, მე ყოველთვის ესეთი ვიყავი. მებრძოლი, ესეთი შვილებით. ხო, აბა რა. რა თქმა უნდა, ხა ჩვენ აქ რისთვის ვართ, აბა ანა მარია, სახალისოდ ვართ, აბა მთელი ცხოვრება დარდმა და ტკივილმა გაგვანადგურა და ეხა აქ ვართ ესე რომ ცოტა გული გავიმხიარულოთ.
და სიმართლეს კიდევ ესე ტაროს დასტების საშუალებით ჩავხედოთ თვალებში და ჩვენი სიტუაცია ცოტა გამოვასწოროთ, ჩვენი ცხოვრება. არა მარტო მოусმინოთ ამ ყველაფერს, შევცვალოთ თან ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ, თორე ამაზე დამოკიდებული ჩვენ არ უნდა ვიყვეთ. ხო. დასტებს არასდროს არ მეეჯაჭოთ, მეგობრებო. თქვენი ცხოვრება ცოტა თქვენი თაცვე შეცვალეთ. ხო. ამიტომ კი აი ესეთები ხართ თქვენ ახლა ესეთ ადამიანს თავის დროზე რო არ გაუფრთხილდა სანამ მანამ საზღვრები ღია იყო მეგობრებო ხო მანამ არ დაგაფასათ და ახლა საზღვრები რო აუწესეთ და დაუწესეთ აი ეს რო დავაწესე საზღვრები ესე რო დავრჩი ხმლებით ფარით და ხმლებით მეგობრებო უყურეთ აქ ხო ხმალია აქაც ხო ხმალია ჩასობილი და აქაც ხო კიდევ რაღაც გვიკავია ხელში. აი, სანამ აქამდე არ მიგვიყვანა მეგობრებო, მანამ ვერ დაგვაფასა და აი ესე რომ დავრჩით. მერე მიხვდა, მაგრამ ნურას უკაცრავად ეხა დაახვიოს იქ სადაც წავიდა. სუსტად. მე პირადად ასე ვფიქრობ, თქვენი არ ვიცი. ხო. აი თავის ლაბირინთში როგორა გახვეული, ნახეთ? ეს ადამიანი აუცილებლად მკითხაობს თქვენზე. ნახეთ მეგობრებო და რატომ? აქ ვხედავ მე რუნებს, აქ ვხედავ ხელს. ეს ლაბირინთი კიდევ კარტები, ეგერ ყრია კარტები, ამაში ფულებიც ყრია, ფულებსაც იხდის და ეს ადამიანი ამ ყველაფრით გამოსავალს ეძებს. თქვენ ხო არ გონიათ რომ თქვენი პარტნიორი არ უყურებს კარტებს? ხო და გამოსავალს ტაროლოგიაში ეძებს. აი ზუსტადაც მეგობრებო, როგორც ახლა ჩვენ აქ ჩვენ ცხოვრებას ვიუმჯობესებთ, თვითონაც ესე აკეთებს ახლა აკეთებს ამ ყველაფერს, მაგრამ უკვე გვიანია მეგობრებო. ხო, იცით? დააგვიანა უკვე. ხო, დააგვიანა უკვე მან ეს ყველაფერი მეგობრებო. ვერ ხვდება რა გააკეთოს, ლაბირინთზე დგანა. ვერ ხვდება რა გააკეთოს უკვე, იმიტომ რომ გვიანია უკვე მეგობრებო, საზღვრები გაქვთ აგებული. მას ესეც აღარ შველის უკვე. აი მოდით ხვალ გავაკეთოთ დღევანდელი ლაივის გაგრძელება. მე მგონი ძალიან კარგი თემა იქნება, ნახეთ. აქ კიდევ მკითხაობა ამოვიდა, ეხლა გადავჩეხე კარტი, მეგობრებო და ამოვიდა მკითხაობა. ძალიან მინდა ხვალ გავაგრძელოთ დღევანდელი ლაივის გაგრძელება და რა? აი ხო დადის მკითხავთან. აი რას ამბობს, რას ეუბნება მკითხავი? რა ინფორმაცია მიიღო მკითხავთან? რო წავიდა რა ინფორმაცია მიიღო? აი ეს უნდა გავაკეთო ხვალ დღევანდელი ლაივის გაგრძელება. იქნება ხვალ მეგობრებო. აუცილებლად იქნება ხვალ ეს თემა. აი რადგან ამოვიდა ეს ორი კარტი, რომ ჩვენი პარტნიორი დადის ახლა და აი ესე გამოსავალს ეძებს და მკითხავებთან დაძვრება. მოითმენ ხვალეც დღესაა. ხო, აი მეგობრებო, ნახოთ ხვალ რას გვეტყვის. რა ინფორმაციისთვის დადის კითხავთან ჩვენი პარტნიორი. თან ძალიან სასწაული გამოვა, იმიტომ რომ ეხლა არის დაბნელების კორიდორი და ამ დაბნელების კორიდორში მართლაც ბევრი აკეთებს ამ ყველაფერს, ეხლა როგორც ჩვენ ვეძებთ გამოსავალს, ესე ეძებს თქვენი პარტნიორიც, მეგობრებო. ხო, ეს ორივე კარტი არის ზუსტად მაგის, ნახეთ? ეს ხო მკითხავისაა. ეს არის მეგობრებო, დაწყების, გახსნის, წამოწყების, წაკითხვის, ნახეთ? ნახეთ აქ რა არის? აი გახსოვთ მე რო გითხარით ეს ადამიანი შეიძლება წმენდებსაც იკეთებდეს. აგერ ნახეთ წმენდის საშუალება რკინა, რომელზეც ასე ატრიალებ თავის კოსტ, ჯოხს რაღაცას და ხმას გამოცემს. აგერ გველი, აგერ კიდევ წიგნი, წასაკითხი წიგნი, ლოცვების, რაღაც ხუნჯობების, აგერ ქვიშის საათი, ეს ადამიანი აუცილებლად ყოველ მიზეზს გარეშე დადის მეგობრებო მკითხავთან. ხო, ამ ორ დასტას ახლა მე დავტოვებ და ამ ორი დასტით ხვალ გავაგრძელებ დღევანდელ დღეს.
ჩემო ძვირფასებო, ძალიან მაინტერესებს. ხო. ასე უნება მკითხავი ჩვენზე. ხვალინდელი თემა იქნება ესეთი ჩვენი. ახლა უნდა დავწერო, რომ არ დამავიწყდეს. აუცილებლად მეგობრებო. დღევანდელი ჩვენი გაგრძელება ხვალისთვის. რა ინფორმაცია, ასე დავწერ. ინფორმაცია მიიღო კითხავთან ჩვენმა პარტნიორმა. ზოგადად რატომ წავიდა იქ, მეგობრებო? ხვალ, მეგობრებო, გავწურავ. ხვალ გავწურავ, ამ საცოდავს, ამ უდღეულს, ამ უბედურს ხვალ გავწურავ. რატომ წავიდა ზოგადად? ძალიან მაინტერესებს. ერთი სული მაქვს, მეც ხვალ როდის მოვა ხვალინდელი ღამე. ხო. აი ზუსტად მეგობრებო. ხვალინდელი დღე იქნება მკითხაობის. ხვალინდელი ღამე იქნება ჯადოსნობის. აი ასე. ზუსტადაც მეგობრებო. ამიტომ დადის ჩვენი პარტნიორი მკითხავთან, რომ გამოსავალს ეძებს რა ხდება და როგორ მოიქცეს, როგორ მოგიდგეთ, როგორ მოგიახლოვდეთ. ავით შეიძლება იგი იმასაც ეკითხება, რომ რაიმე ხო არ გაგიხო, არ ფიქრობს რაიმეს გაკეთებას, ესეც ვკითხოთ. ხო, ესეც უნდა დავწერო, ხო არ ფიქრობს რაიმეს გაკეთებას. ხო არ გეგმავს. ჯადოს გაკეთებას. აი ყველაფერი მაინტერესებს მეგობრებო. ასე რომ ხვალ გვექნება სასწაული ლაივი. ჩემო ძვირფასებო, ამ ორი კარტით. ამას ესე ცალკე დავტოვებ. რომ ხვალ მეგობრებო, ამ ორი დასტით გავაგრძელოთ, რომ აი დღევანდელი ენერგია ხვალაც გადავიდეს ამაზე. ამ ორ ტაროს ასტრაბარაც ესე დავტოვებ დღეისთვის, რომ დღევანდელი ენერგია ხვალ გადავიდეს და ხვალ მოგცეს სრული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. აი როგორც დღეს, ისე ხვალ მეგობრებო ამ დროზე. კი ბატონო, ხვალ არის სამშაბათი და ხვალთან წმენდასაც გავაკეთებ სანთელზე, ჩემო ძვირფასებო. ოღონდ ესე ამ სანთელზე არა. მაქვს შევიძინე მეორე სანთელი, ჩვეულებრივი წითელი სანთელი, ჩემო ძვირფასებო. ეხლავე გაჩვენებთ. შევიძინე ესეთი სანთლები. წითელი სანთლები და ხვალ გავაკეთებ ამ სანთლებზე კიდევ გადავხედოთ რას გვაჩვენებს. ეს იქნება ერთგვარი წმინდაც და ერთგვარი მინიშნებებიც, ვნახოთ რა მინიშნებებს მოგცემს კიდევ ვოსკზე, ანუ ამ წითელ ცვილზე ხვალინდელი დღე. აი ეს მაქვს ხვალისთვის მეგობრებო. ასე რომ ხვალ დიდი დღეა, დიდი ჯადოსნური. არც ერთმა მოსწავლემ არ დამიგვიანოთ ხვალ, თორემ პირადში დაგიწერთ ორიანებს. ასე რომ დღიურებს წარმოგადგენინებთ და ჩავწერშით ორიანებს. ხო. ასე ვიცი მე მეგობრებო. საქართველოს დროით 12 საათზე. პლუს მინუს 5 წუთი. შეიძლება 10 წუთით ადრე და შეიძლება 10 წუთით გვიან. 12 საათზე. ღამის 12 საათზე. მეგობრებო. ხო, აი ასე. მოდი ახლა ვკითხოთ მაინც ტაროს დასტას. და დავასრულოთ ამით ჩვენი დღევანდელი ლაივი. რა რჩევას მოგცემთ ტარო? რა რჩევას მოგცემთ ტარო მეგობრებო? აი ამ საღამოს ტარო რა რჩევას მოგცემს?
თქვენს და მეც ავიღებ ამ რჩევას, მეგობრებო. ტაროს რჩევა ჩვენ. ტაროს რჩევა თქვენ. სასაცილოა. მეგობრებო. მეგობრებო. თქვენ მიიღებთ იმას, რისთვისაც იბრძოლეთ და ბრძოლებთ. თუმცა აქამდე გაუგებრობა გქონდათ, მაგრამ თქვენ მაინც მიიღებთ იმას, რაც თქვენია. იმისთვის, რასაც იბრძოლეთ. იმისთვის, რაშიც დახარჯეთ ენერგია. იმისთვის, რაც თქვენ გინდათ. დიდი სიყვარულით ამ ყველაფერს მაინც მიიღებთ, მეგობრებო. დაგიფასდებათ ის ნაშრომი, რაც აქამდე გაიღეთ. რაც აქამდე დათესეთ, იმას მიიღებთ. თან კანონიერად, სამართლიანად. სამართლიანად. თუ ეს შეეხება ფინანსებს, ფინანსები. ეს შეეხება ურთიერთობას, ურთიერთობა. ეს შეეხება ოჯახს, რაი ნებისმიერს, რაშიც აქამდე თქვენ დიდი ძალა და ენერგია და დრო დაკარგეთ და დახარჯეთ. ეს ყველაფერი თქვენთან აუცილებლად მოვა, მეგობრებო. ხო. თუმცა გაუგებარი იყო ეს თქვენთვის. შეიძლება ეხლაც გაუგებარია, მაგრამ მოდის, მეგობრებო. მოდის. ასე რომ არაფერზე არ ინერვიუ. აი, თქვენი ოცნებების დრო მოვიდა. თქვენი სურვილების ასრულების დრო მოვიდა. აი ის რაშიც ძალიან დიდი რწმენა გქონდათ, უფლის რწმენა, სამყაროს რწმენა, საკუთარი თავის რწმენა. ხო, რაზეც გეგმები გქონდათ, ოცნებები გქონდათ, იმედები გქონდათ, მეგობრებო, და ამ ყველაფერს გწამდათ, აი ზუსტად დაკმაყოფილდებით ამ ყველაფრით. კი. იმიტომ რომ ეს თქვენი შრომის შედეგი იქნება და სამართლიანობა სამყაროდან. ის რაც თქვენ გეკუთვნით, კანონიერად, წესით და კანონით. ხო. ზუსტად. მოკლედ ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი, ჩემო ძვირფასებო. და ესე ყოფილიყოს, და თქვენი ოცნებები ასრულებული იყოს, და თქვენი იმედები გამართლებული იყოს. თქვენი ცხოვრება ზუსტად ასეთივე ყოფილიყოს, როგორც ამ ორ ტაროს დასტაზია. მეგობრებო, აი ესეც აქ იყოს. ხვავით, ბარაქით, სიმდიდრით, ბედნიერებით, სიყვარულით და ოჯახის სრული პაკეტით. მოდი ასე ვიტყვი. ხა. ბევრი თქვენთაგანის ცხოვრებაში შეიძლება კიდევ იყოს, თუ კი ძველი პარტნიორი მართლაც არ გინდათ და არის ადამიანების კატეგორია, რომლებსაც მართლა აღარ უნდათ ძველი, აქ ელოდეთ ახალ პარტნიორს, მეგობრებო. სრულიად ახალი პარტნიორი, ვიზეც შეიძლება ოცნებობდით, ვიზეც იმედი გქონდათ, რომ ამ ჯოჯოხეთის მერე შემოვიდოდა თქვენთან სულ სხვა თქვენი შესადარი და თქვენი ადამიანი, ელოდეთ ამ ადამიანს. კი, ეს აუცილებლად მოხდება. ხო. ეს იქნება ახალი პარტნიორი, თუ კი ძველი არ გინდათ. ვისაც ძველი არ გინდათ, იმათ შემთხვევაში, მეგობრებო. ყველაზე არ ვსაუბრობ. ვისაც ძველი მართლა აღარ უნდა და კატეგორიულად აქვს გადაწყვეტილი, რომ აღარ დაიბრუნოს, იმ ადამიანების გასაგონად ვამბობ, რომ ელოდეთ ახალ პარტნიორს. კი. რომელსაც ესეც შეიძლება იყოს ეს ამოვიდა ახლა თქვენთან, რომელსაც თქვენ ჯერ არ იცნობთ, ეს არის გაუგებრობის დასტა. ადამიანი, რომელსაც ჯერ თქვენ არ იცნობთ, თქვენ გაუგებრობაში ხართ ახლა ამაში, რასაც ვამბობ ახლა და ესეთი ადამიანი შემოვა თქვენ ცხოვრებაში, რომელიც იქნება თქვენი ადამიანი, მეგობრებო. კი, ასე რომ ელოდეთ. ელოდეთ ახალ ადამიანს, მე კი გელოდებით კომენტარებში. უღრმესი მადლობა ყველას, ჩემო ძვირფასებო, აი თქვენთან მართლაც ძალიან კარგად ვარ, ძალიან კარგ ხასიათზე ვდგები. რა ვქნა, ძალიან კარგ ხასიათზე ვდგები მე და ჩემი ცოცხიც. ძალიან დადებითად მოქმედებს ეს სასწაული ჩემზე.
წმინდას აურას წმინდას მეგობრებო აი რა ვქნა აი აურას წმინდავს ძალიან მისი ჭირი მე მისი ცხვირპირის ჭირი მე შვიდობიანი ღამე ყველას ბედნიერი დილის გათენება მე და ჩემს გოგო ძალიან მიყვარხართ ესაა ჩემი გოგო არ შეგეშინდეს ამის ეს არაფერს დაგიშავებს ანა მარია ეს თუ ვინმეს დაუშავებს პირველი მე აგერ ვარ თავთან მიდევს ასე რომ მე არაფერს მიშავებს და არც შენ არაფერს დაგიშავებს ეს არის ცოცხი უბრალოდ ცოცხია ლამაზი ცოცხი საღამო მშვიდობის და მშვიდობიანი ღამე ყველას უღრმესი მადლობა ყველას ბედნიერი დილის გათენება ყველას ჩემო ფასება და თქვენს გულებში ყოფილიყოს ყოველთვის მზე და გაზაფხული ასე რომ გელოდებით კომენტარებში აბა ნახვამდის